بسم الله والصلاة والسلام على رسول الله وعلى آله وأصحابه ومن تبعهم بإحسان ليوم الدين رب اشرح لي صدري ويسر لي أمري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي اللهم ثبتنا عند موتنا بلا إله إلا الله اللهم اجعلنا من الذين آمنوا وعملوا الصالحات وتواصوا بالحق وتواصوا بالصبر آمين يا رب العالمين السلام عليكم ورحمة الله الله يسألو بزمبو პირველი გაკვეთილია დღეს რამადნის მერე ალას ხო რომ გააკეთოთ ჩვენი სხდომები ხეირიანი და ის სოდნა რომელიც ჩვენ ახლა ვიღებთ გააკეთოთ ჩვენთვის ხეირიანი ამინ სალამ დავიწყებთ მინდა ერთი კითხოთ აბა თუ მებენ სახსოვს ვისაც ვკითხეთ ის არ უპასუხოს ჩვენ ხადისი გავიარეთ წინაზე რომ აბდესტამდე სანამ აბდესტი ავიღოთ უნდა ავიღოთ არის ერთი აუცილებელი საქმე ვისახსოვს რომელი საქმეა სანამ აბდესტს ავიღებთ بسم الله რა თქმა უნდა კიდე ნიათი რა თქმა უნდა კიდე შენ თქვი ხავ შენი ხეცեղანი ხავი ხედების დაბანვას მე ვისავს რომელი ხადისია ხელებით იმით რომ დაიწყო აბუ ჰურაირას მოდის ხადისი თორმაშტო ხო მაგრამ ვისავს რომელი როგორი ხადისი შომა სასამ ნახა ერთ-ერთი საჰაბა თვალსტები აბუ ზარი იყო შეიძლება სხვა საჰაბა იყოს ეს გავიარეთ ეს ხადისი რომ როცა ნახა აბდესტი იღებდა პირიდან დაიწყო ეგრევე აბდესტის აღება რა უთხრა მაგას ის ახსოვს لا تبدأ بفيك نويتغبو بيريدانو فإن الكافر يبدأ بفيه იმიტომ რომ კაფირი იწყებსო პირითო და უთხრა რომ ჯერ ხელები დაიბანეო მაგით ზოგი ალიმებმა თქვას რომ ხელების დაბანვა აბდესტამდე არის აუცილებელი რატომ რომ თაშაბუჰი არ იყოს კაფირებზე ეს რატომ მოვიყანეს მებო რომ აი ხედავთ ეს ხადისი ჩვენ დაგვავიწყდა მაგრამ რამ ხრად აუცილებელი ხადისი ხო ნიშნავს რომ ხადისია აბდესტი ისეთი საქმეა რომელიც დღეში 5 ჯერ ვაკეთებთ მინიმუმ აუცილებელია ჩვენთვის და ეგეთ ხადისები არ უნდა გამოვჩეს მე პირადად ამ წიგნის გავლა რომ დავიწყე თქვენთან ერთად ეს ვისწავლე ეს სუნნათი არ ვიცოდი აქამდე რამდენი წელი ვართ ისლამში ვართ მე პირადად არ ვიცოდი ალჰამდულილlah ეს არის აი ელმის ფასი ელმის ასე თქვათ ღირსება ასე ფადლი ელმის წოდნის და ასევე უნდა ვთქვათ რომ როგორც შეიხმა იბნ თეიმინმა თქვა ალლაჰ მაგი შეიწყალოს რომ წოდნის ნახევარი არის რა წოდნის ნახევარი რა არისო ცნობილი სიტყვებია წოდნის ნახევარი რა არის ელმი წოდნა გოგოინის დაქორწინება არა ეგ რა თქმა უნდა ეხმარება მაგრამ წოდნის ნახევარის გამეორება ზმებო აი თუ ხადისები გავიარეთ მაგალითად ხანდახან უნდა ჩავართო თავიდან მოусმინოთ გზაში ხართ მანქანაში ხართ უსმენთ ლექციებს მაგალითად ჩავართ ხადისი გამეორება არის ძალიან დიდი ფაიდა ზმებო სუბჰანალლაჰ თუ ელმის ნახევარი გამეორება დანარჩენი ნახევარი რა არის კითხვა შესწავლა და ასე შემდეგ ამდენი მნიშვნელოვანი რაღაცა კარგი ზმებო ვაგზავნეთ ხადისებს დღეს ჩვენ ვართ 22 თავზე ქითაბუ სალა ლოცვის განყოფილება 279 ხადისი აბუ ჰურაირა გადმოსცა რომ შუმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა თავს ქვია ბაბუ მა იაკულუ იდა დახალა ალ-მასჯიდ რა უნდა თქვა როცა შევდივართ მეჩეთში აბუ ჰურაირა გადმოსცა რომ შუმა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა თქვა იდა დახალა აჰადუკუმ ალ-მასჯიდა თუ ვიღაცა თქვენგან შედის მეჩეთშიო ფალიუსალიმ ალა ნაბიი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ სალავატი გაკეთესო შუმავალზე სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ვალი იაკულ და თქვას ალლაჰუმმა იფტაჰ ლი აბვაბა რაჰმატიკ ღმერთო ჩემო გამიხსენე შენი წყალობის კარები ვა იდა ხარაჯა და თუ და როცა გავა მეჩეთიდან ფალიუსალიმ ალა ნაბიი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ სალავატი გაკეთე შუმავალზე სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ვალი იაკულ და მე თქვას ალლაჰუმმა აჯირნი მინაშ შეიტანირ რაჯიმ ღმერთო ჩემო დამიცავე მე განდევნილი შეიტანისგან უფრო ცნობილი ხადისი რა არის მეგო რომ უბრალოდ შედის მეჩეთში გადის ადამიანი ზიქრი თქვას ხო ეს ზიქრი მაგრამ ზავაიში რა არის ასევე სალავატი გაკეთოს პეღამბარ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ შეიძლება ვიღაცას შეკითხვა როგორი სალავატი ალლაჰუმმა სალli ალე და ასე შემდეგ ჩვეულებრივი სალავატის მიდის ვალლაჰუ ალამ ალლაჰუმმა სალli ალა ნაბიინა მუჰამმად მაგალითად ეგას არის საკმარისი ჯერ სალავატი მერე ზიქრი მერე შესვლა და მერე გამოსვლა მეჩეთიდან 23 თავი ბაბუ ფი ტაჰიათილ მასჯიდ თავი რომელიც ქვია მეჩეთის მისალმება როცა შევდივართ მეჩეთში 2 რაკათის ლოცვა და ასე შემდეგ აბუ დარმა გადმოსცა რომ მან თქვა دخلت المسجد فإذا رسول الله صلى الله عليه وسلم جالس وحده فقال شويدي يدخل مچچيو دا شما صلى الله عليه وسلم مرتو اجدا مچچي دا ميتخرا دا تكوا يا ابو ذر اي ابو ذر ان للمسجد تحيه چشمايد مچچ აქვს მისალმება وان تحيته ركعتان دا چشمايد მისალმება არის 2 რაკაათი فقم فاركعهما ამიტომ ადექიო
და შეასრულე, ანუ ილოცე 2 რაკაათი. ანუ ეს არის ბრძანება შუამავალი სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ. قال فقمت فركعتهما. აბუ ზარ იძახის რომ მე ავდექიო, იმის მე რომ დავჯექი ავდექიო და ვილოცე ეს 2 რაკაათი. მერე შემდეგი ჰადისი 291 ჰადისი ან ყათადა ან აბუ ყათადა გადმოსცა რომ შუამამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა იდა დახალა აჰადუქუმულ მასჯიდა თუ ვიღაცა თქვენგან შედის მეჩეთში فليركع ركعتين ილოცოს 2 რაკაათი قبل ان يجلس სანამ დაჯდება და ნახეთ მეორეძმებო აუ يستخبر ან ვიღაცას რამე თუ შეეკითხება ვიღაცასო შეხვით მეჩეთში ხო ვიღაცა ძმაზის რაღაც საქმე ყავთ ან რაღაც გაგასენდა ჯერ არ დაილაპარაკო ჯერ ილოცე 2 რაკაათი ლოცვა მისალებება და მე უკვე დაიწყე ლაპარაკი ვისთანაც გინდა მეჩეთში ესაც არის ძმებო სუნნათი ანუ არა მარტო დაჯდობა ვიღაც ნებისმიერ ადამიანს რომ შეკითხე გინდა ჯერ ილოცე და მე შეეკითხე შემდეგი აბუ ჰურეირა გადმოსცა აბუ ჰურეირა და ასევე ჯაბირმა თქვეს რომ დახალა სულეიკ ალ-ყატაფანი ალ-მასჯიდა სულეიკ ალ-ყატაფანი შევიდა მეჩეთში და ნაბიუ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ yaxtub და შუამამა სალალლაჰუ აკეთებდა ხუთბას აძლევდა ანუ ჯუმის ლოცვა იყო ძმებო فامره ان يصلي ركعتين და უბრძანა მაგას რომ ელოცა 2 რაკაათი შემდეგ ჰადისში აბუ საიდ ალ-ხუდრი გადმოსცა რომ ან რაჯულან ერთ-ერთი მამაკაცი დახალა ალ-მასჯიდა იაუმ ალ-ჯუმა შევიდა მეჩეთში ჯუმის დღეს და ნაბიუ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ალა ალ-მინბარ და შუამამა სალალლაჰუ ალეიჰი მინბარზე იყო فدعاه فأمره أن يصلي ركعتين داود ماغاس لا أدخل ماغاس روم إلوتس 2 ركعتي ثم دخل الجمعة الثانية ميري ميور جمعة زمويد يجي ودمين شويدا وهو على المنبر ده شو ما صلى الله عليه وسلم أسوي منبر زيقه فدعاه فأمره أن يصلي ركعتين لك إذا داود ماغاس دا أبزانا ميستويس روم إلوتس 2 ركعتي ناخذ مبا أكلمي راتكويس روم مثال مبا ميچيتش أيس واجبي راتوم იმიტომ რომ ნებისმიერ საქმე რომელიც ჩვენ ტოვებთ ნებისმიერ ვაჯიბი საქმე რომელიც ჩვენ ტოვებთ რაღაცის საქმის გამო ის საქმის არის ვაჯიბი ხუთბის მისიმე ხო ვაჯიბია იმამისთვის ვაჯიბია იმამი შუამამა სალალლაჰუ ხუთბა გააჩერა შემოვიდა საჰაბა დაჯდა ხუთბა შეაჩერა და უთხრა იმ საჰაბას რომ ადექიო იროს რაკაათი და ეგრე მოვიდა რამოდენიმე ჯერ ზოგი ხალხი რომელიც იძახის რომ არ არის აუცილებელი იძახიან რომ მარტო სულეიქს არის მოსული ჰადისი მაგრამ აქაც ჩვენ ხედავთ რომ მარტო სულეიქი არ იყო მოსული ჰადისი არამედ სხვა საჰაბებზეც არისო ზოგიერთი ხალხი იძახის რომ სულეიქი ღატაკი იყო და ანუ ასე თქვათ შუამამა სალალლაჰუ გახსნა ხალხისთვის რომ ადექია რომ ხალხი ნახოს რომ ღატაკი გახსნას რომ სადახა მისცეს და ასე შემდეგ მაგრამ როგორც ჩვენ ხედავთ მარტო სულეიქს არ არის მოსული მაგითო არის აუცილებელი ძმებო სანამ ჩვენ დავждებით მეჩეთში ან სანამ ჩვენ ლაპარაკი დავიწყებთ აუცილებელი ვილოცოთ 2 რაკაათი და ეს შეიძლება იყოს ნებისმიერ 2 რაკაათი მაგალითად თქვენ შეიძლება აი დილის ლოცვა არ ილოცეთ ან ზუხრის მეორე ლოცვა არ ილოცეთ ხო ჩვენ შეხვედით მეჩეთში თქვენ ლოცულობთ ზუხს ხო ლოცულობთ და ასე იმ ნიათით რომ ის არის მისალმება ან არა ის აუცილებელი ჯერ მისალმება და მერე ვაჯიბი ლოცვა თქვენ ვაჯიბი ლოცვა ილოცეთ მეჩეთში რომ შეხვედით სანამ დაჟექით ასევე ავტომატურად ითვლება რომ როგორც მისალმება ასევე და ასევე ლოცვის ვაჯიბის ლოცვის შესრულება შემდეგი თავი 24 თავი ძმებო باب دخول النساء المسجد وصلاتهن فيه وفي بيتهن თავი რომელიც ეხება ქალების ლოცვა მეჩეთში და მაგათი ლოცვა ასევე სახლებში عن زيد بن خالد გადმოსცა რომ შუამამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა لا تمنعوا إماء الله مساجد الله ნუ აუგზელებთ ალლაჰის მორჩილეს ან მონებს ანუ ქალებს მეჩეთების ანუ მეჩეთები არ აუგზავნოთ თუ მაგათ უნდათ მომდებათ მან წასვლა ვალიახრუჯნა თაფილად მაგრამ და გავიდნენ ქალები მეჩეთშიო ანუ სუნამოს გარეშეო არანაირი დუხი და ასე შემდეგ სხვა ჰადისში ზემო არის რომ შუამამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა რომ ქალი რომელიც გავიდა სუნამოსთან ან დასმული სუნამო გავიდა მისი ლოცვა იქნება მიღებულია სანამ დიდ ღუსლს არ აიღებსო და ეს ეხება არა მარტო დუხებს, არა მარტო სუნამოებს, ასევე მაგალითად ზოგიერთი შამპუნი ან ლასიონები და ასე შემდეგ, მაგათაც აქვს სასიამოვნო სუნი და ასე შემდეგ. ხალი უნდა მაგასაც ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ არ გამოიყენოს ეს ეგაც თუ გადის გარეთ. შემდეგი ჰადისი 295 ჰადისი აბუ ჰურეირა გადმოსცა, რომ შუამამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა: "ლა თამნაუ იმა ალლაჰ მასაჯიდ ალლაჰ ვა ლიახრუჯნა თაფილათ." ანუ იგივე ჰადისია. შემდეგი ჰადისში 296 ჰადისში حميد امرأة أبي حميد الساعدي أن حميدي صولي أبو حميد الصولي ساعدي تقوى أنها جاءت إلى النبي صلى الله عليه وسلم ميودا يدخل شموطان صلى الله عليه وسلم فقالت داود خماغاس يا رسول الله يا الله شموطو إني أحب الصلاة معك چشمايت من ميخواس لطفا شينتانيتات أنو ميس ميچتشي
قال და შუამამა სალასან უთხრა მაგას قد علمت انك تحبين الصلاه معي მე ვიციო ან გავიგიო რომ შენ გიყვარს ლოცვა ჩემთან ერთადო وصلاتك في بيتك خير من صلاتك في حجرتك მაგა შენი ლოცვა შენ სახშია უფრო უკეთესია შენთვის ვიდრე შენს ოთახშიო وصلاتك في حجرتك خير من صلاتك في دارك და შენი ლოცვა შენ სახშიო ან შენ ოთახში უკეთესია ვიდრე შენ სახშიო ან აქ რა იგულისხმება ძმებო არის არაბულ ენაში არის აი ოთახი ან სახლი ხო არის მე ოთახი და რაც უფრო ღრმად შედის ის ადგილები وصلاتك في دارك خير من صلاتك في مسجد قومك და ლოცვა შენ სახში არის უკეთესი ვიდრე ლოცვა შენი ადგილის ასე თქვათ მეჩეთში ჩვენ ხო ვიცით სუნნათში არის ძმებო ასევე რა მეჩეთის აშენება რაიონ კვარტალებში მაგალითად თუ მაგალ კვარტალია მეჩეთის აშენება მან არის სუნნათი და შუამამას ხალხს მაგას უთხრა რომ შენთვის სახში უფრო ლოცვა უფრო უკეთესი არისო ვიდრე ანუ იმ მეჩეთშიო وصلاتك في مسجد قومك خير من صلاتك في مسجدي და ლოცვა შენი ანუ ასე ვთქვათ კვარტალის ან რეგიონის მეჩეთში უკეთესია ვიდრე ლოცვა ჩემ მეჩეთშიო. ძმებო, შუამამა სალასალამ მეჩეთში რამდენია ლოცვა? ერთი ლოცვა. 1000 ძმებო, ნახეთ. შუამამა სალასალამ უთხრა ამ ქალს, რომ შენი ლოცვა სახში ჯობიაო შენთვისო ვიდრე ან სახში ვიდრე ჩემ მეჩეთშიო. უკეთესი არისო 1000-ზე უფრო მეტი გამოდისო. ნახეთ ძმებო. ეს ეხება ქალებსო, მაგათვის ეს უფრო უკეთესი, უფრო დიდი მადლია მაგათვის. მაგრამ თუ მოუნდა ქალს მეჩეთში გასვლა, ქმარი უნდა, ანუ მისის მაგის საშუალება წაიყვანოს. მაგრამ აქ რომელი ხადისებზე საუბარი ძმებო? მთლიან ჯამში ყველა ხადისებს რომ ნახოთ, აქ მოდის საუბარზე ფაჯრის ლოცვა, პირველი ლოცვა, მაღრიბი, მეოთხე ლოცვა და იშა, მეხუთე ლოცვა. მაგაზე არის საუბარი. თუ ქალს მონდება გასვლა მეჩეთში, ქმარი უნდა აქ საშუალება უნდა წაიყვანოს მეჩეთში. ماذا قال لها حديث قال لها من ناحيه قال فأمرت فبني لها مسجد في أقصى شيء من بيتها وأزلمه طيب كلمة ما جسمي روجايجو شو ما مسلسل سيد بركنا برزانه بميسا دا ميستويس آشينيس أسد كات ميتشي قولا زي بولو أدجلش عن قولا زي غما دا قولا زي بدين أدجلس ميسخشي وكانت تصلي فيه تمند لطلب دا حتى لقيت الله جل وعلا سلام أرشقته الله عز وجل ანუ ქალმა მიიღო ნახე სუნნათი გაიგო რომ ისიც უკეთესი რა არის სახში ლოცვა ეგრევე შეასრულა ეს არის განსხვავება ძმებო საჰაბების შორის როგორც ქალები და ასევე კაცები ჩვენ შორის ან ჩვენსგან განსხვავებით საჰაბები ქალები და კაცები როცა რაღაც ამას იგებდნენ ეგრევე მაგას ასრულებდნენ მაგალითად ეხლა ქალი თუ მიდის უმრაზე ან ჰაჯზე ან უმრაზე ხო შეასრულა უმრა ხო შეასრულა ჰაჯი მაგალითად ხო მე მაინც გადიან მიდიან სად حرامس ميجان და ლოცულობენ მან და მაგის მე ზაჰმარი და ასე შემდეგ სიმჭიდროვე და ასე შემდეგ მაგრამ თურმე ყველაზე უკეთესი ქალის რომელი ადგილია სახშია მისთვის ყველაზე უკეთესი ადგილი ლოცვა ალლაჰ მაგელ დააწესა და უფრო დიდი მადლია ქალისთვის შემდეგი ჰადისი 297 ჰადისი აბდულლა ვა ჰუა იბნ მასუდმა გადმოსცა რომ შუამამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა ალ მარ'ატუ აურა ქალი არის აურა ანუ ის არის რომელიც მან დაიფაროს ხიჯაბი და ასე შემდეგ უნდა დაიფაროს فإذا خرجت استشرفها الشيطان და როცა გადისო შეიტანი მაგასთან ერთად გასო და ანუ უფრო მიმზიდველს ხდისო იმ ქალსო შეიტანი როცა ქალი გადისო وأقرب ما تكون من ربها إذا هي في قعر بيتها და ყველაზე ახლოს ქალი არის ღმერთთანო როცა არის ანუ თავის სახლის ანუ ყველაზე ასე თქვათ შუა ადგილზე ასე თქვათ რაც უფრო ქალი არის სახში უფრო შუა ადგილზე მით უფრო ახლოს არის ღმერთთან და როცა გადის ქალი გარეთ შეიტანი ეგრევე იყენებს ამ საშუალებას რომ ცნობაში ჩააგდოს როგორც ქალი და ასევე კაციც როგორც კი გადის ქალი გარეთ მოდის ეგრევე შეიტანი ეუბნება შეიძლება ქალი არ იყოს ძალიან ლამაზი მაგრამ ეუბნება ნახარ ლამაზი ხარ შეხედე ის კაცი იმ კაცმა დაგინახა შენ ყურადღება მოგაქცია ასევე შეიძლება ქალის არ არის ლამაზ არ არის მაგრამ შეიტანი ისე მაგას აკეთებს ლამაზად რომ ასევე კაცებისთვის არის ცნობა და ასევე მისთვისაც არის ცნობა მაგიტომ შუამამა სალასალამ თქვა რომ ყველაზე ახლო ქალი არის სადაღმერთთან როცა არის სახლში 25 თავი ბაბუ დუხულილ ჰაიდ ალ მასჯიდ თავი ეხება რომ როცა ქალს აქვს კრიტიკული დღეები ანუ მენსტრუაცია მაგდრო შევიდეს მეჩეთში ან აიშამ გადმოსცა ან რასულულლაჰ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ ყალა ლილ ჯარია რომ შუამამა სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ უთხრა გოგონას ნავილნი ალ ხუმრათა მომაწოდე ხუმრა არის ძმებო ისეთი ასე თქვათ მატერიალი რომელიც დებენ ან სახის ქვეშ
أراد أن يبسطها فيصلي عليها მაგას უნდა და შემომასალს უნდა და მაგის გაფენა და ლოცვა იმ ხალიჩაზე فقالت და მან თქვა ანუ გოგონა უთხრა إنها حائض ჭეშმარიტად ის არის ანუ ვინც მოგაწოდა შენ არის იმ ხალს აქვს menstruacja قال და მაგან თქვა إن حيدتها ليست في يدها ჭეშმარიტად მისი ანუ ეს კრიტიკული დღეები მის ხელებში არ არისო ანუ არ გადადეს ხელებზე არ გადისო მაგის გამო ხალიჩა ჭუჭყინი არ ახდებაო და ალიმები თქვეს რომ ეს აიშა ლაპარაკობდა თავის თავზე ანუ არაბებს აქვს და არა მარტო არაბებს აქვს ზოგიერთ ხალხს რომ ლაპარაკობენ თავის თავზე მესამე ანუ პირით და ასე შემდეგ ამით და ასევე შეხ ალბალმა თქვა რომ რაჰიმაჰულლაჰ რომ ეს ამბობდა მაგას აიშა ასევე ალიმების შორის არის იხტილაფი არის ხალხს შეუძლია თუ არა შესვლა მეჩეთში როცა მას აქვს menstruacja ერთ ჰადისი მოაქვს იმ ხარეს რომელიც ძახიან რომ არ შეიძლება შომამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა რომ არ შევიდეს მეჩეთში ქალი რომელსაც menstruacja და ასევე ადამიანი ვისაც აქვს ჯუნუბი მაგრამ ეს არის სუსტი ჰადისი მაგიტომ მეორე ხალი ალიმების თქვეს რომ შეიძლება შესვლა ქალისთვის რომ კონდეს menstruacja და რომ ადამიანს გინ კაცი გინ ქალი ჯუნუბი კონდეს მეჩეთში შეიძლებაო იმიტომ ერთ ჰადისი რომელიც მაგაზე იძახის რომ ეს არის სუსტი ჰადისი ეგრეთაა მდგომარეობა ძმებო 26 თავი ბაბუ ფიმან ბასახა ფილ ყიბლა თავი რომელიც ეხება იმას ვინც შეიფურთხა ყიბლის მხარეს ჰუზეიფან გადმოსცა ბინ ალ-იამან რომ შომამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა მან თაფალა تجاه القبلة وين شيء بورتخا قبلة بخارس جاء اليوم القيامة وتفلته بين عينيه أخسر صوت غيس مو دايس دا بورتخا أنا شيء بورتخا إكنبا مش شوبزي إكنبا ما جيتون زمبو علي مبيت كويسروم شيء بورتخا قبلة بخارس هاريس ديدي صدوا نبيس مير سنة دا آيات بش حديث بش تو موديس رغاتساس صدويس غامو رغاتسا داسجا علي مبيت كويسروم اسنيشتاشوم ديدي صدوا هاريسو ასევე ძმებო აქ შეიძლება გავასვენ წინაზე ჰადისები გავიარეთ რომ ასევე თუ ადამიანს უნდა პატარაზე შესვლა ტუალეტში ხო არ შეიძლება ყიბლის ხარეს გააკეთოს ასევე ძმებო თუ თქვენ თუ აშენებთ სახლებს აშენებთ ან კირას ან ბინას აშენებთ ხო ყურადღება მიაქციეთ როგორ არის თქვენი საფიფაროში უნიტაზი ტუალეტი როგორ არის დადგმული რომ არ იყოს ყიბლის მხარეს მუსლიმები მაგას უნდა ჩვენ ყურადღება მიაქციეს ძმებო ყოველთვის შემდეგი ჰადისი ან იბნ უმარმა გადმოსა რომ შომამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა يجيء صاحب النخامة في القبلة يوم القيامة أدميان رومي شيء بورتخا مو أساس الغيس رومي شيء بورتخا قبلس بخارس وهي في وجهه دا إس نقول يكنبا ميس ساخيز يكنباو شمل حديثي عن سائب بن خلاد ما قد مصا أن رجلا أما قوما اتتي مامك أسيقو إمامي خالخيس إمامي يقو فبزغ في القبلة دا قبلس بخارس رتsa إمامي يقو شيء بورتخاو ورسول الله صلى الله عليه وسلم ينظر إليه شماما صلى الله عليه وسلم وقول بدأ ماغا داينخا فقال صلى الله عليه وسلم هن فارغة دا رتsa غانتاوي سبتا إمامي دا شماما صلى الله عليه وسلم مانتكوا لا يصلي لكم هذا ეს ადამიანი მაგის მერე თქვენთვის იმამი არ იყოსო აშილებ თქვენს იმამი იყოსო فأراد بعد ذلك أن يصلي لهم და ის მამაკაცი რომელიც გაკეთა ეს შეიფურთხა მაგას უნდა და კიდე ერთხელ ყოფილიყო იმამი მაგათვის فمنعوه صحابيما أوزالس دانش صحابيما მაგას აუგზალეს فأخبروه بقول رسول الله صلى الله عليه وسلم და უთხეს მაგას მიამბეს მაგას შომავლეს ასამ სიტყვებიო ანუ მაგან კითხა ეხლა რატო მიგზალებთ ხო ლოცვას იმამი თქვენი იმამი ვიყო ეხლა რა მოხდაო აი ასე და ასე თქვა შომამა სალსამ შენზეო فذكر ذلك لرسول الله صلى الله عليه وسلم მივიდა ეს ადამიანი შომავალთან صلى الله عليه وسلم და მოუყვა მაგას და შომამა صلى الله عليه وسلم თქვა نعم حسبت أنه قال إنك أذيت الله كي يميتورم من تقارو شين شيازوخي الله أنو إساريس ارتدزمبو ديدي صدوا قبلس ميمارت شبورتخبه چون ويتيتروم شبورتخبه أصل شبورتخبه صدوا غامونديس خو كارتواد გადაფურთხვა შეიძლება ლოცვის დროს თუ არის მიწა ფეხსქვეშ არის სუნნათი თუ გინდა და ასევე მარცხენა მხარეს არა მარჯვენა და მარცხენა მხარეს ან ფეხსქვეშ მარცხენა ფეხის ქვეშ ეს არის სუნნათი თუ მაგალითად ადამიან ავათარალ მაინც და მაინც მოუწია გადაფურთხვა და ასე შემდეგ თუ არ აქვს საშუალება ფეხის ქვეშ მარცხენა ფეხის ქვეშ და ან მარცხენა მხარეს მაგასაც ეხლა მოვა ჰადისი შემდეგი ჰადისი 292 ჰადისი ჯაბირმა გადმოსცა რომ შომამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ თქვა იდა სალა აჰადუკუმ თუ ვიღაცა თქვენზე ლოცულობს ფალა იაბზუყუ ბეინა იადეიჰი აი ნუ შეიფურთხებს მის
წინაშე. ვალა ან იამინიჰი და არც მარჯვენა მხარესო. ვალიაბსუყ ან იასარიჰი. შეიფურთხოს, გადაიფურთხოს მარცხენა მხარეს, აუ თაჰტა ყადამიჰი ალ-იუსრა. ან მიში ფეხების მარცხენა ფეხის ქვეშ. რა თქმა უნდა, ძმებო თუ არის მან მიწა არის. ამაზე ძმებო ჩვენ გავჩერდებით. შემდეგ ჰადისში, შემდეგ აკვირდებზე გავაგრძელებთ. სუბჰანაკ ბიჰამდიკა აშჰადუ ან ლა ილაჰა ილლა ანტა ასტაღფირუკა ვა ატუბუ ილაიქ. შეკითხვები გვაქვს? ოიაკო, შეკითხვები გვაქვს? კი, ახი. ხო. პირველი შეკითხვა. ეს მეჩეთში მისალმების ლოცვა ყოველ გასვლის შემოსვლის შემდეგ უნდა გავაკეთოთ, ხოლო თქვათ პირველჯერ შემოვედი, შევასრულე ის მისალმების ლოცვა, მარკად მომიწია გასვლა, ისე მეორე შემოვიდა, ისე უნდა შევასრულო. ალიმებმა თქვა, თუ შენი გასვლა იყო მოკლე, ანუ არ იყო დიდი ხანი, მაშინ არ უნდა შეასრულო. მაგრამ თუ შენი გასვლა იყო ბევრი ხანი, მაშინ თავიდან უნდა შეასრულო. ხოლო მეორე შეკითხვა იმასთან არის, რომ თქვათ თქვენ თქვით, რომ როცა შემოვდივართ, ეს თქვათ და მიდის ფარზის ლოცვა. და ჩვენ ნიათი შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ან სხვა ლოცვა, ერთად ნიათი შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ მისალმების ლოცვას და ასევე სხვა ლოცვას შევაერთიანოთ. ეს ნიათი ფარზანაც შეიძლება გაკეთდება თუ ზოგადად სხვა სუნნა ლოცვებთან ერთად. ნებისმიერ ლოცვა, მაგალითად სუნნა არის. მაგალითად შენ სახში ილოცე, სიტყვაზე მაღრიბი ილოცე, ხო? მე გახვედი სახლი და მანქანა მიდიხარ და მეჩეთი ნახ გზაზე. და გაგახსენდა რომ ორი სუნათი გაქვს სალოცავი. გაჩერდე შეხვედი მეჩეთში იმ ნიათით რომ სუნათი ილოცო. ეს სუნა გეთქვა როგორც მისალმება და ასევე სუნათი. შემდეგი ანუ ეს ეთება კითხვა უკვე ქალის უნამოსთან დაკავშირებით. თქვათ ქალს არ შეუძლია გარეთ უნამოთი გასვლა, ეს ერთი ამბავი, ხოლო მეორეთი რომ ლოცვის დროსაც მეჩეთში შესვლის, მაგრამ კითხვა იმაში გამომდინარეობს, როცა სახლშია ქალი, ამ დროს უნამო ჩასმული, ამ შემთხვევაში ლოცვის შესრულება შეუძლია, კი, რა თქმა უნდა, კი. სახლში შეიძლება. ხოლო შემდეგი შეკითხვა იმასთან ვთქვით, რომ როცა თქვათ აფსალია ქალისთვის სახლში ლოცვა, ასევე არა მეჩეთში, მაგრამ უკეთესია რომ სახლში ლოცვას, მაგრამ კითხვა იმაში გამომდინარეობს, რომ როცა ქალი მიდის თქვათ უმრაში, შეასრულა თავისი უმრის რიტუალები, ხოლო შემდგომში თქვათ ის ლოცვები, ფარზები და ისინი მაგას ჯობია რომ ის თავის ადგილმდებარებაში შეასრულოს თუ ისევ მეჩეთილ ჰარამში. სახლში. სახლში ჯობია. მეჩეთილ ჰარამზე უკეთესი რომ შეასრულოს სახლში, თქვათ სასტუმროში ან სადაც იჭება იქ. მისთვის უკეთესი რომ ეს ლოცვები შეასრულოს. მაგრამ თუ უნდა გასვლა პრობლემა არ არის მაგისთვის. მაგრამ უკეთესია მისთვის. ხო. ხოლო შემდეგი შეკითხვა ის უბრალოდ რომ დალილი ჩავიწრო, ან ჩვენ თქვით რომ ყველაზე ახლო არის ქალი ალლაჰთან სახლში ყოფნის დროს. ამისი დალილი სად მოვიყვანოთ და როგორ ჩავწეროთ? აი ხო წავიკითხეთ. ეს ანუ სად მოვაქეს? ეს არის საჰიჰ მავარიდ აზამან. ყურანში არის. ხო. საჰიჰ მავარიდ აზამან იბნ ჰიბანის არის კრებული ჰადისების. საჰიჰ მავარიდ აზამან არის ის ჰადისები 2300 ჰადისი. ყველა საჰიჰები რომელიც შეიხმა ალბალმა გამოიყვანა იბნ ჰიბანის კრებულისგან. გამოასალკევა მარტო საჰიჰ ჰადისები. ან ასევე შეიძლება ჩაწერო ზავაიდ, ანუ მოდი აბა ძმები თქვენ მითხეთ ზავაიდ რა შენიშნავს? შაქრო, ზავაიდ რა შენიშნავს? ზავაიდ ჰადისი? ვის ახსოვს? ხელი აწიეთ აბა? არა, ზავაიდ რა შენიშნავს მე ვის ახსოვს? ძირის გავდივართ ხომ უნდა გვახსოვდეს მე? ზავაიდ ანუ სხვა ჰადისში დამატებითი სრულ არის. არის ჰადისები, მაგათში არის ტექსტები, ან შრომავას სიტყვები დამატებული, რომელიც დამატებული კი არა, ან სიტყვები, რომელიც არ არის ბუხარში და მუსლიმში. კარგით? ხო. იზამ შეკეთო ქონდა შენ? ეს გადაფრთხებასთან დაკავშირებით ქონდა შეკითხვა. მაგალითად განზრახვა არის საჭირო ყიბლის მიმართ რო ვაფრთხებთ, მაგალითად სიტყვაზე. განზრახვა უნდა გქონდეს რომ ყიბლის მიმართ ვაფრთხებთ თუ მაგას მნიშვნელობა არ აქვს განზრახვის გარეშე რო ვაფრთხებთ, მაინც მსოფლოში ვერ. რა თქმა უნდა განზრახვა მან ითვლება, განზრახვა, მაგრამ თუ ადამიანმა როგორ თქვა და ასე თქვა, ყურადღება არ მიაქცია მაგას, ხო? მაგალითად როცა ადამიანი ეხლა როგორც ხადისი ვიცი, ადამიანი შედის საფერპაროშოში, თავის საქმეს აკეთებს და ანუ როგორ თქვა ქართულად, აი ყურადღება არ მიაქცია და მოხდა შარდი მის დასასმენს. იმის გამო რომ ცივად ექცევა ამ საქმეს, ცივად, მაგის გამო მაინც დასშეელოდება. მაგის გამოც, როცა ადამიანი ცივად ექცევა, ასევე დაფურთხავს, როცა იცის რომ ეგეთი საშიში ჰადისი არის, ცივად არ უნდა მოიქცეს მაგას. ანუ ფრთხილი არ არის. ფრთხილად ხო, ფრთხილად არ არის. თქვათ ეს ისივე დაფრთხების შესახებ შემდეგი კითხვა მქონდა, რომ თქვათ იმ შემთხვევაში, როცა ადამიანმა ისეთ ადგილმდებარეობაში, სადაც არ იცის ყიბლის მხარე და თქვათ იმ შემთხვევაში თურმე დაიფურთხა, ამ შემთხვევაში რა ხდება?
ხო მაგაში ხო შეუძლია ფეხების ქვეშ. ფეხების ქვეშ შეუძლია. ანუ უკეთესია რომ ეს სადაც კი არ უნდა ვიმყოფოთ ბოდის, უკეთესია რომ შევასრულოთ ეს შეფურთხება, ანუ მარცხენა ხარის და მარცხენა ფეხის ქვეშ ყველაზე უკეთესია. თუ არ იცი, თუ არ იცი, ხო, ადამიანს ადამიანს აფურთხება. გადაფორთხო. უკეთესია ძმა ფეხების ქვეშ. ფეხების ქვეშ. რაც შეეხება მარცხენა მხარეს და ფეხების ქვეშ ეხება თუ ლოცვაში ხარ. შომამოსალს თქვა რა თქვა, როცა ხარ ლოცვაში, იმიტომ იცი ყიბლა სად არის. მაგრამ როცა არ იცი, ხო, როცა არ იცი, ჯობია ფეხების ქვეშ. ნაჯის დაგეწერა. რა თქმა უნდა. ჩემი ეს იყო. Всё, окей. კარგად მე ალლაჰ მუბარაკა მოხსნა. Всё.